მინდა ვთქვა და მადლობა გადავუხადო ყველა იმ მეომართა კავშირის თავმჯდომარეს, რომელსაც თავის დროზე განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ორგანიზაციის განვითარებაში. მე არ შემიძლია დღეს არ აღვიქვი ის ადამიანები, ვინც პირველივე ეტაპზე განსაკუთრებული ხარდაჭერა გამოიჩინა მეომრების მიმართ, მაშინ მოგეხსენებათ, რომ არ იყო ვეტერანების სამსახური არანაირი ფორმით და შესაბამისად მეომართა კავშირს აფხაზეთის მიმართულებით უწევდა ერევი პასუხისმგებლობის აღება. აფხაზეთის მეომართა კავშირმა აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტზე მეომარ ადამიანებს მოგეცა ერთმანეთის გაცნობის უფლება. ერთმანეთის იმ ტკივილის გაზიარება, რაც აწევდა აფხაზეთში. სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა თითქოს და ვიღაცა სოფლს არ დაეხმარა და ასე შემდეგ და ამიტომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ის მეომართა კავშირში, მის წარმომადგენლები აგრეთვე ძალიან ბევრი. ყველა მეთაური იქნა გამოკითხული 27 წელი, 28, 29 და 30-ში გიგვისი ბრძანებით როგორ ტერიტორიაზე რას აკეთებდა. რთული იყო იმ ადამიანების მოსმენა ოჯახების, რომელიც მოდიოდნენ და ამბობდნენ, ჩემი შვილი ამ პოზიციაზე დაიღუპა, იმისი შვილი და ჩემი შვილი იგივე პოზიციაზე დაიღუპა, ოღონდ 28 რიცხვში. და არ ეკუთვნოდათ მაღალაეროში დაღუპულის სტატუსი. წარმოიდგინეთ და ეროვნული გვირით თვით პირველ ადამიანს კი არ იქნებოდა ოში დაღუპულა. ძალიან დიდი შრომა გაწია ამ მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ პარლამენტის უშიშროების კომიტეტმა შეისწავლა ეს დოკუმენტი და სულ დაგჭირდა 2 შეხვედრა ამ ფაქტებთან დაკავშირებით და სრულიად არის დღეს 30-ია აფხაზეთში. აფხაზეთის დაკარგვაზე და ბუნებრივია ის ტრაგედია 27 არის სოხუმის დასაწყისზე. მე ძალიან მარიას მინდა გისურვოთ აფხაზეთში დაბრუნება ამ ქვეყნის სიძლიერე და ერთიანობა და ყველას მადლობა თანმიმდევრისათვის.